ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და ამაზე არავინ არ დაობს და ყველა გვეთანხმება, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს საკუთრებაში კაპიტალი, ის უკვე სხვანაირად ფიქრობს. ერთი არ არის მიბმული და მიჯაჭვული ამ ობიექტზე. შეუძლია გაყიდოს და სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად. თავისუფალია. როცა 17 წლის მანძილზე იყო მიჯაჭვულობა ერთ ობიექტზე, გაურკვევლობა, პერსპექტივა 0, ამიტომ მართლა გულდასაწყვეტია 17 წელი, 14 წელი უფრო სწორედ, 13-14 წელი ამ ადამიანებმა დაკარგეს და მას მერე რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბევრად წინ არიან ის ოჯახები ყოველ შემთხვევაში, ვისაც დავეხმარეთ. თუმცა ერთი მაგდენი კიდე დასახმარებელია და ჩვენი მომავალი გეგმებზე ამ მოგვიანებით გაგესაუბრებით. აი მაგალითად ეს არის პროთის ყოფილი სასწავლო ცენტრი. უფრო ბევრ სურათებს გადავიღებდი, რომ ცოდნოდა რომ მომიწევდა, ესე იგი შედარებითი ანალიზის გაკეთება აქ რა იყო და რა არის. მაშინ ამას ნამდვილად არ ვფიქრობდი, თორე რეალურად უარესი სიტუაცია იყო. აი მაგალითად ასევე სასწავლო ცენტრი ფოთის ერთ-ერთი სხვა ობიექტი, ქალაქის სენაკი, ციტრუსების მეურნეობა. როგორ გამოიყურება დღეს? ხო, რა თავარია, ყველა ამ ობიექტში არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. დევნილებს აღარ უწევთ ქიშპი ერთმანეთთან, ვინ მეტი დახარჯა, ვინ ნაკლები დახარჯა. თითოეული ოჯახი ინდივიდუალურად აღირიცხება, თითოეული ოჯახის დანახარჯი და ერთი ოჯახის გადახარჯული ელექტროენერგიის გამო სხვას არ გამოერთება შუქი. რაც ადრე ხდებოდა ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა, თითოეულ დევნილზე 100 კილოვატის ოდენობით სახელმწიფო უნაზღაურებს ერთ სულზე ელექტროენერგიის დანახარჯს. ეს არის მაგალითად ფოცხო ეწერის ჩასახლება, რომელზეც მინდა ცოტა დრო წაგართვოთ და გესაუბროთ. ფოცხო ეწერში 17 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ დევნილები. აი ჩვენი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა. ატომღაც ხშირად ახსენებენ ხოლმე ფოცხო ეწერს და პირველად მეძლევა საშუალება ჟურნალისტების წინაშე, ფართო საზოგადოების წინაშე ვისაუბრო ვადაღებულ თემაზე, რომელსაც ქვია ფოცხო ეწერი. ამ ჩასახლებაში 17 წლის მანძილზე ცხოვრობენ დევნილები. მე რომ მინისტრად დავინიშნე, ბევრმა ნამდვილად არ იცოდა ამ ჩასახლების შესახებ. ერთ-ერთი პირველი ობიექტი იყო მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი იყო დალა ხორავა, მასთან ერთად გავაკეთეთ აქ კვლევა, სამედიცინო გამოკვლევა. და მართლა გავაგონდი, რომ ჩავედი, რა პირობები ვნახე. სამწუხაროდ არ ჩანს აქ კარგად, მაგრამ წარმოდგენა შეგიძლიათ. გინახავთ დევნილთა ის ჩასახლებები, სადაც არ იყო რემონტი, არ იყო სახურავი, არ იყო არანაირი კომუნიკაცია და მაშინ შევპირდით და სხვათა შორის ჩვენ როცა ვეუბნეოდით დევნილებს და მე პირადად ვეუბნეოდი, რომ აუცილებლად გაუმჯობესდება თქვენი საცხოვრებელი პირობები, ეს იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, ძნელად იყო ხოლმე დასაჯერებელი. თუმცა დღეს ფოცხოში მაგალითად იმ ობიექტის გარდა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, კიდე დამატებით გავარემონტეთ 132 ოჯახისთვის სამყოფი ბინა. და ეს 132 ბინა დამატებით გარემონტებული გაუნაწილეთ მიმდებარე რეგიონებში მაცხოვრებელ დევნილებს პირადი განცხადების საფუძველზე. ესე იგი 82 ოჯახი მანამდე ცხოვრობდა მთელი ამ 17 წლის მანძილზე, იყო ცარიელი შენობები, რომლებიც გავარემონტეთ იმ 82 ოჯახს საცხოვრებელი ფართი, გავარემონტეთ დამატებით ცარიელი ფართების და გავანაწილეთ, გამოვაცხადეთ ამის შესახებ და მიმდებარე რაიონებიდან, სამეგრელოს რეგიონიდან დარჩენილი 132 ოჯახი უსახკარო დევნილებს გაუნაწილეთ. აი როგორც წეგან ჯვარზე ვსაუბრობდი. მათ შორის თბილისში ესე იგი უკანონოდ მოკავებული ობიექტებში რო ცხოვრობდნენ დევნილები, იმათაგან 20 ოჯახმა გადაწყვიტა კიდე ფოცხოში გადასვლა. ჩამონათვალში მათ შეეთავაზათ ხობი, შეეთავაზათ ზუგდიდი, შეეთავაზათ ბაკურციხე, ლაგოდეხი, აბაშა, ჩხოროწყუ, სენაკი და შეიძლება გაუკვირდეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ მთელი ამ ჩამონათვლის მაგივრად არჩევანი გააკეთეს ზუსტად ფოცხოზე. იმ 20 ოჯახმა, რომლებიც უკანონოდ იყვნენ შეჭრილები და არც თუ ისე სახარბიელო პირობებში, მაგალითად გამომცემლობა სამშობლოში, სადაც
არ იყო არანაირი სველი წერტილის საშუალება, არანაირი ინდივიდუალური სამზარეულო რაზეა საერთოდ საუბარი, გაუსაზლის პირობები იყო და როცა ჩვენ შევთავაზეთ აი ჩამონათვალი, რომელიც წეღან ჩამოთვალე, არჩევანი გააკეთეს ფოცხოვეწერზე. მხოლოდ იმ 20 ოჯახმა, რომელ დანარჩენები მიმდებარე რეგიონებიდან შესახლდნენ იქ და იქ წასვლის мотиваცია იყო შემდეგნაირი. ან ნათესავი ეგულებოდათ ზოგ შემთხვევაში, ან უბრალოდ ეს იყო ახლო ტერიტორია და არის ახლო ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიასთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან და არის საშუალება იქ გადადიან, გადმოდიან და ნათესაური კავშირები აქვთ და რა თქმა უნდა ჩვენ მოხარული ვართ ახლა მე მესმის ის რომ და არც ერთ შემთხვევაში არ ვიტყვი რომ იქ იდეალური საცხოვრებელი პირობებია, მაგრამ მე ვამბობ იმას რა დამხვდა და ჩვენ რა გავაკეთეთ. დამხვდა გაუსაზლისი არადამიანური საცხოვრებელი პირობები, ჩავედით და გავარემონტეთ ეს საცხოვრებელი ფართები და ჭარბი ფართები, რაც დაგვრჩა ჭარბი ბინები, ავდექი და პირდაპირ გაუნაწილეთ დევნილებს, უსახკარო ოჯახებს, რომლებთაც არაფერი გააჩნდა ნათესავებთან ჰქონდათ თავი შეფარებული. ეს ის ტერიტორია, რომელიც აფხაზეთთან ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მყოფი ტერიტორიაა. და როცა დაბრუნება იქნება, ზუსტად აი ფოცხოვეწერიდან იქნება დაბრუნება ამის ღრმადმწამს და ამ იმედით შრომობთ თითოეული ჩვენთაგანი რა. ხშირად გაისმის და საერთოდ მიკვირს ხოლმე რა, მარტო ფოცხო არ არის, ძალიან ბევრი ასეთი ჩასახლება არსებობს, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა გაიგეს იმის შედეგად, რომ ჩვენ იქ მივედით და რაღაცა გავარემონტეთ. შეიძლება იქ რაღაცა რემონტის ხარისხი დაიწუნოს ვიღაცამ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აი ასეთი პირობები იყო, სადაც არც შუქი, არც კარფანჯარა, არაფერი არ არსებობდა და დღესდღეობით შედარებით უკეთესი საცხოვრებელი გარემოა. გასაგებია, რომ იქ კიდე ბევრია გასაკეთებელი და ამაზე ვშრომობთ და მუშაობთ, რომ მოვიძიოთ ოჯახებისთვის მიკროკრედიტები, ასე ვთქვათ, და უпростоრედ გრანტები დონორი ორგანიზაციებისაგან, რომ მათ დავეხმაროთ იქ სოფლის მეურნეობის, ასე ვთქვათ, წამოწყებაში და თუნდაც მცირე ბიზნესის გამართვაში. აი მაგალითად სენაკის ჰოსპიტალი. უკაცრავად ისნის ჰოსპიტალი და იგივე გაუმცემლობა სამშობლოს, აი რა პირობებში იყვნენ ხალხი და თან ის იყო დროებითი ობიექტები. ჩვენ ბევრს გვაკრიტიკებენ, რომ გამოსახლება კი არ იყო, ის იყო ჩვეულებრივი განსახლების პროცესი დროებითი თავშეფარების ობიექტებიდან. არც ერთი ეს არ ყოფილა კომპაქტური, ეს იყო დროებითი თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, ვინც 2008 წელს ომის შედეგად დაზარალდა და მათ შორის 90-იან წლების დევნილებისთვისაც მე მოხდა ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, მოკვლევა, ძალიან ბევრ ოჯახს აღმოაჩნდა ფართი და ბუნებრივია, მას მეორედ ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებდით. ძალიან ბევრ ოჯახს აღმოაჩნდა კომპენსაცია აღებული, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ყველა, მაგრამ აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც მართლაც არაფერი გააჩნდა და შეეთავაზათ სხვადასხვა ჩასახლების ადგილები. როგორც არის სოფელი წინწყარო მაგალითად, როგორც არის ლაგოდეხი, ქალაქი ლაგოდეხი, ქურჯაანში, სოფელი ბაკურციხე, იქ ამასის სხვათა შორის გაზი შევიყვანეთ და ჩავრთეთ და სენაკი და ჩამოგითვალეთ წეღან ქალაქები, იგივე ჩხოროწყუ და იქ მოხდა ამ ადამიანების განსახლება.